ეგრეთ წოდებული არაბული ქალაქის მშენებლობის ფარგლებში გობახიძემ საქართველოს დაცული ტერიტორიის მოდიფიკაციის ბრძანება გასცა. ამის შესახებ სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ ნაკრესის გამგეობის წევრი წერს და ჯერ კიდევ მარტში ხელმოწერილ ბრძანებას აქვეყნებს. კახა არცივაძის თქმით საუბარია ჭოროხის დელტის ზურმუხტის ქსელის ცვლილებაზე, რომელიც ევროპული ეკოლოგიური ქსელის უბანს წარმოადგენს. არ არსებობს არანაირი საქართველოს ხელისუფლება, არსებობს მარიონეტული მთავრობა. ყველაფერი, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ეს არის რუსეთის დიქტატორული რეჟიმის სამსახურში ჩადგომა. ეს განცხადებები მიხაილო პოდოლიაკმა თეა ადეიშვილთან ინტერვიუში გააკეთა. მაქსიმალურად გამომწვევი, მდაბიო, აგრესიული და უსარგებლო. ასე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა პაპუაშვილის ბრალდება თითქოს საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობაში ზელენსკის სანდუ, ბრიუსელი და ევროკავშირის ელჩი მონაწილეობდნენ. პოდოლიაკმა თქვა ისიც, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მათი დღის წესრიგის ნაწილია. სანქციები რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს ტრამპი აცხადებს, რომ შესაბამის კანონპროექტს ამზადებენ. მისი ამოქმედების შემდეგ კი ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებას დაიწყებს, დასანქცირდება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ალიევმა ისაუბრა. რკინიგზა, რომლის საწყისი გამტარუნარიანობად 15 მილიონი ტონაა, შუა დერეფნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიად იქცევა, თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.